როგორ რაღაცა ისი თავიდან არის, რომ ცოტა უხერხული სიამოვნო შეგრძნება გაქვს, როცა პირველად საკანში ხდები, მაგრამ მე უკვე შეგრძნებები ნაკლებად გიხება ისე, რომ დისკომფორტს გიქმნიდეს, უბრალოდ 25 დღე გიწევს იზოლაციაში ყოფნა, რაც არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ სამაგიეროდ თავის პლუსი აქვს, რომ ძალიან ბევრი დრო გრჩება წიგნების საკითხავად და ამაში გამოვიყენე და პრინციპში ამ ზაფხულის კლასგარეში საკითხავი მასალა ავითვისე. და შეზღუდვა არ ყოფილა იმედია თქვენ შემთხვევაში მაინც. წიგნებზე კი მერს კითხულობენ სათაურებს და შიგნით დაახლოებით არ ვიცი რა პროტოკოლის მიხედვით არ მაგრამ რაღაცა წიგნები ცენზურდება და შემოდის. და თქვენ ახსენეთ იზოლაცია, ეს ის შემთხვევა, როდესაც ტელევიზორიც არ გაქვთ, ხომ? არ არის. ტელევიზორი არ არის, ხელსაბანიც კი არ არის საკანში და ახლობებით, თუ შევადარებთ გლდანის პირობებს, ამ შემთხვევაში როცა გლდანში მიდიხარ, იქ თუ საკანში რაღაც ცხელი საკვების საშუალებაც გაქვს, რომ შენ თვითონ მოიმზადო, რაღაცა ჰიგიენა შეინარჩუნო და ასე შემდეგ მეტნაკლებად, აქ საერთოდ არაფერი გლდანში რაც არის კარცერი და ახლობებით ეგეთი რაღაც არის იზოლატორში ასე ვთქვათ ყოფნა ამ პერიოდში, იმიტომ რომ გათვლილი არის რამოდენიმე დღეზე და მაქსიმუმ ადმინისტრაციულ პატიმრობებზე, ვთქვათ იქ რაღაც მწვავების შემთხვევაში ან რაღაცა ესეთებზე ან თვითონაც უკენ ძალიან რაღაცები ან რაღაც საჭიროებები დადგა, რომელიც უბრალოდ იმიტომ რომ 25 დღე იქ უნდა იყო, სხვა ან ადამიანები ვართ და რაღაც ფიზიოლოგია მუშაობს და რაღაცები გაქვს მოსაწესრიგებელი ხარ და ძალიან გადურებულები იყო თვითონაც არ იცოდნენ რა ეკნათ, იმიტომ რომ რეალურად არ არის იქ პირობები იმისთვის რომ ადამიანი გააჩერო დიდხანს რა წინასწარ დაკავების იზოლატორია ეს და რა ვთქვათ რაღაცა ადმინისტრაციული პატიმრობების, მათ შორის პატიმრობებისთვის გათვლილი ხანგრძლივი 1 კვირა 5 დღე და მეტი პატიმრობისთვის გათვლილი სივრცე. და როგორ დაგხვდათ გარეთ ვითარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე წეღანაც სწორედ ეს ვახსენე, როდესაც დავიწყო თქვენთან საუბარი, რეჟიმი ამით ხომ ცდილობს, რომ ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან, მიუხედავად უამრავი პრობლემისა, მაინც ძალიან აქტიურები არიან და სიტყვები რომ აუკრძალა რაღაც ლექსიკონი რომ შეადგინა ახალი და რეპრესიებისთვის იყენებს ამასაც ვინ რას იტყვის, გარეთ რომ გამოხვედით, რას ფიქრობთ? ამ მიზანს აღწევს დღეს იმანიშვილი, განსაკუთრებულად ჯიუტების და ისეთების წინააღმდეგ, როგორც თქვენ ხართ და არა მარტო თქვენ. აი ახლა ძალიან გამოვიდა. ძალიან უჭირთ, უბრალოდ ნახეთ როგორაც ალბათ ფიქრობენ, რომ აქტიური ადამიანების გამოთქმული აზრი საჯაროდ შეიძლება ვინმეს აქეზებდეს იგივე საქციელზე, ან უფრო რაღაცა მეტად გამბედაობას ზენდეს და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად იქნება არ იყოს ეს ისენი, რა ქვია, ინიციატორები, ესე ვთქვათ, სოციალურ ქსელში, მაგრამ ხო ხედავთ კომენტარებში რა ხდება, მათ შორის ადამიანებს შეუძლიათ რაღაც მეტნაკლებად იდენტიფიკაციის პრობლემა შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს და არაიდენტიფიცირებადი პროფილებიდანაც, ესე ვთქვათ, თავისი მწვავე პოზიციებს გამოხატავენ და ესეთი რაღაცა შეუძლებელია პუტინს რომ დაჭირდა იგივე ციფრული სივრცე შეეზღუდა, უბრალოდ იქამდე მივიდა რომ უკვე რაღაც მესენჯერებია დაბლოკილი და ადამიანებს უწევთ VPN-ის გამოყენება, რომ საყოფა ცხოვრება დონეზეც კი ერთმანეთს ეკონტაქტონ და ამიტომ ეს არ ვიცი რაღაცა სასოწარკვეთილი მცდელობებია მათი მხრიდან, რომ რაღაცნაირად ეს ყოველ არსტროლებზე აღარ ყოფნის ფული, მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა მათ რეალურ სახეს და აინახა მათი რეალური სახე და თანაფარდობა, ესე ვთქვათ, გამოთქმული პროტესტისა, გამოთქმული უკმაყოფილებისა და ტროლების მიერ საერთოდ შემოვიდა. დიახ, და ამოტრიალ და ეკრანი თუ მოახერხებთ რომ გაასწოროთ, კარგი იქნება. დიახ, ის ტროლების მიერ ესე ვთქვათ შექმნილი ეს პროპაგანდისტული ღრუბელი და სისხლის ღრუბელი, რომელსაც ცდილობენ რომ ადამიანებს დააჯერონ, რომ ძალიან ბევრი ხალხი ემხრობა იმას, რომ ადამიანებს პირი ამოუკენო საქართველოში ან რაღაც პროტესტი არ გამოხატონ. კი არა, პროტესტი რომ გამოხატავენ, ამაზე უფრო მეტი ადამიანი უპირისპირდება, ანუ როგორ გითხრათ, ღრუბელს ქმნიან, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ეკონომიკა ყავის, გაჭირვებულები აღარ ყავს და ამ ღრუბელს აღარ ყოფნის ძალა, როგორც ჩანს რა სოციალურ ქსელში და ცდილობენ, რომ მოარიდონ მოქალაქეების თვალს ის ინფორმაცია, რაც მე მათ ასე ვთქვათ
წააქეზებს იმისკენ, რომ გაუშვეს სურვილი, რომ სრულებების დრო ამ ქვეყანაში. მაინც ეს ფილტრაცია მოქმედებს და მოხდა იმის რაც არ მოწონთ ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ხო ასეთი რეალობა გვაქვს. ისინი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებენ, ევროკავშირზე უარი თქვეს, რაც იყო ჩვენი საუკუნოვანი ოცნება ქართველის, ქვეყნის განვითარება სრულიად შემოატრიალეს. მიებენ რუსეთს, რომელიც აბსოლუტურად თითქმის გაკოტრებული ქვეყანა ხდება, ხო და ამაზე გვექნება ლაპარაკი კიდე ერთხელ ვიტყვი გადაცემის მეორე ნაწილში. და ამის შემდეგ უკვე აღარ უნდა საყედურიც კი არ უნდათ რომ მოისმინონ და ვინმე უთხრათ რომ დიახაც რას დაემსგავსეთ, აი ჩაიხედეთ სარკეში, თქვენ ის ადამიანები ხართ და მოგწოთ თქვენი თავი, აი ამის მიმთითებელიც აღარ უნდათ რომ ყავდეთ და როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოუვათ ეს აი ამ ტიპის რეპრესიული გადაწყვეტილებებით? არ მგონია ეს უკვე იმდენად ცხადია მათი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ასე კურსი და იმდენად ცხადია ის, რომ ფაქტიურად ჩაბარებული აქვს ეს ქვეყნა რუსეთზე, მთლიანად პოლიტიკური ოკუპაციის ქვეშ ვართ, 100%-იანი ოკუპაციის ქვეშ, საერთოდ სუვერენიტეტის ნასახიც კი არ დაგვრჩა. ხო და ეხლა ამას ქართველები გაიაზრებენ, ეხლა რუსი რომ წერია, ამის ახსნა ქართველების უმრავლესობას არ ჭირდება. უბრალოდ შეიძლება რაღაც ნაბიჯებში ბოლომდე დარწმუნებით ვერ ხედავდეს, რომ აქ რაღაცა რუსული ხდება, ან ცოტა ხნით თავს იბრმავებდეს და ისულელებდეს, რომ რაღაცას ვერ ხდება, მაგრამ საერთო ჯამში რაღაც კრიტიკულ წერილამდე რომ მივადა უკვე შეუძლებელი იქნება ასე ვთქვათ, რომ თავი მასაკნა რა ქვია, მოიშტერო, რომ აქ არაფერი რუსული არ არის, აბა რომელი ნაბიჯია ქართული, ერთი ნაბიჯი მაინც მითხარით ქართული ოცნების, რომელიც რუსეთის მსახურებას იმაშობა აჩვენებს, რა ესე პასუხობენ ხოლმე ესეთი ხალხი და ეშინიათ რომ ბევრი ადამიანი დარწმუნდება იმაში, რომ ესენი არიან რაღაცა რუსული საოკუპაციო პოლიტიკური რეჟიმი ამ ქვეყანაში. მე კარგით არ დაადგებათ და აი სუმუდმივად ამაზე ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ეს კავშირი მათი რუსეთის მიმართ მსახურების და მათი პარტიის რაღაცნაირად დაწყვეტონ. ერთმანეთთან პროპაგანდას ამას ემსახურება, ეს რეპრესიების მაგას ემსახურება, მაგრამ ახლა შერი ხო არავინ არ არის რეალურად დაადგება დრო და როცა კრიტიკული მომენტი დგება საქართველოში, ქართველები ისე ერთიანდებიან რომ მაგ ტალღას ცემითი რა ქვია რეპრესიებით და ასე ვთქვათ ძალმომრეობით ვერ გააჩერებ და ურჩევლო დროზე მოვიდნენ ჭკუაზე და ეს ქვეყანა იმ მიმართულებით ატანონ, რა მიმართულებითაც საქართველოს მოქალაქეები ირჩევენ და პასუხი ისეთი იქნება დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრ სანანებელი გავხდება რა. მადლობთ გიორგი, მადლობა ასეთი ოპტიმიზმით.